დღეს 24 ივლისია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სავეგეტაციო პერიოდი უკვე დასასრულს მიუახლოვთ. ამ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მცენარეები, ხეხილისმომცემი მცენარეები განსაკუთრებით დიდ მოთხოვნას ავლენენ კალიუმის ელემენტს. აქ მეორე პრობლემა ჩდება. რომელი კალიუმი უნდა იქნეს მიწოდებული, რომ არ გამოიწვიოს წვეთოვანი სისტემის დაბიჯნა და ასევე არ შეიცავდეს აზოტს, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა აზოტზე ცოტა მინელებული საკითხია. კომპანია ბარაკა გთავაზობთ სასუქს სოლუპოტას, ეს გახლავთ კალიუმის სულფატი, ის შეიცავს კალიუმის ოქსიდს და გოგირდის ოქსიდს. განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში გოგირდი ძალიან კარგ როლს თამაშობს, იქ სადაც ტუტე ნიადაგები გვაქვს, ასრულებს შემარგვილებლის როლს და ტუტე რეაქციას ცოტა ამჟავებს და pH-ში ქვემოთ მოყავს. რაც შეეხება კალიუმს, ჩვენ ვიცით მისი მნიშვნელობა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ელემენტია ეს სრულყოფილი ნაყოფისთვის, დასხვილებისთვის, ეგრეთ წოდებულ კალიბრს რო ვეძახით. და ასევე გემური თვისებებისთვის, აქ შაქრების დაგროვებაზე იქნება საუბარი თუ მშრალ ნივთიერებებზე, რომელიც სხვადასხვა ხეხილოვანი, კაკლოვანი კულტურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ნუშის ბაღში ვიმყოფებით და სწორედ ამიტომ აქცენტს ვაკეთებთ კალიუმზე, რადგან ძალიან ცოტაა დარჩენილი ვეგეტაციის დასრულებამდე, მოსავლის აღებამდე და არჩევანი აქ გაკეთდა სოლუპოტასზე, რადგან ეს შემჭიდროებული ვადები ავითვისოთ ეფექტურად და მცენარის მივაწოდოთ საჭირო რაოდენობის კალიუმი. სოლუპოტასი ასევე უმაღლებს მცენარეს არახელსაყრელი პირობებისადმი მედეგობას. მაგალითად, როგორც ამ პერიოდში არის აქტუალური მზის დამწრობა, მზისგან გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებები და ასე შემდეგ, რომელიც გამოიხატება დაახლოებით ესეთი სიმპტომატიკით, როდესაც ფოთლების კიდეები გვიხმება.